ჩვენთვის პრიორიტეტია. ბავშვების ალერგიული ხველა, უფრო მეტად ბავშვების ალერგიული ხველა, ძირითადად მოდის ხოლმე პარაზიტული ინტოქსიკაციიდან. ეგ იცოდეთ, თუ არ არის ის შემთხვევა, რომ მე მქონია რამოდენიმე შემთხვევა, რომ გამოძახებაზე მიდიხარ, ჩივიან რომ 2 თვეა ახველებს, ვიძახებთ ექიმს, უწერენ წამლებს და არაფერი შედეგი არ არის. და მე მივდივარ სახლში და სახლი ხდება სიგარეტით გაბუღული. ესე რომ თქვა. ანუ თუ ოჯახში ნორმალური სიტუაციაა და ბავშვებთან არ ხდება სიგარეტის მოწევა და რაიმე ტოქსიური ნივთიერებების მოხმარება, როგორიც არის მაგალითად ქლორი, არის ძალიან დიდი რაოდენობით სარეცხის ფხვნილები, მით უმეტეს ეს პარფიუმერს რო შეიცავს და საშინელი სუნი აქვს ამას. იმაში როგორ ეცხავს ადამიანი მის ბავშვის საცვლებს, თეთრეულს, იმაში რო ჩააწვენთ, ღამის ხველა აქვთ ხოლმე ბავშვებს ძალიან ხშირად და მე პირდაპირ რომ ისულ ვარ ესეთ შემთხვევაში ბინაში მithოვია რომ ბოდიშის მოხდით მიმიყვანეთ ბავშვის საწოლთან და რო დავიხრები ხოლმე პირდაპირ წამიჭერს ხელში სურნელებებს რო უჩვენებია ბატონო აი ტუალეტებში რო ხმარობენ ხოლმე რაღაცა საფრქვეველებს ძალიან ხშირად იციან სახლებში მით უმეტეს ბინაში კაცებმა იციან კაცების სუნამოები დეზოდორანტები არის ძალიან მკვეთრი სუნის და იმისი დასხმა არ შეიძლება ბავშვებთან ეგ ერთი მაგრამ თუ ეს არაფერი არ არის და ბავშვს ძალიან ხშირად აქვს ხველა მით უმეტეს ალერგიული, სპაზმური, გახანგრძლივებული, თუნდაც აი ერთი კვირა რაც მოვჩით დავამთავრეთ და ისევ დაეწყო ხველა და აქვს ნახველიანი ხველა. ეს ყველაფერი მოდის პარაზიტებისგან. და ანტიპარაზიტული ახლა მარიამა ბევრი რეცეპტები ჩაგვაწერინა და შეგიძლიათ ისარგებლოთ. ბავშვები თუ არ გაწმინდეთ პარაზიტებისგან, არანაირი ალერგოლოგია, არანაირი ალერგენების გამოკვლევა და არაფერს აზრი არ აქვს. მაგათი კვლევები და მაგათი მკურნალობა ერთადერთი არის ანტიჰისტამინური. სხვა მეტი არაფერი არ ხდება და ბოლო-ბოლო თუ ვეღარ ერევიან, სვამენ ხოლმე ჰორმონებზე და ჰორმონოთერაპიას საერთოდ ანადგურებს ბავშვს მით უმეტეს. ასე რომ პირველ რიგში უნდა გააკეთოთ აი ეს ანტიპარაზიტული. და თავისთავად ანტიპარაზიტულ ბალახებში ისეთი ბალახები შედის, რომელიც ბრონხებისთვისაც ხო მეთანხმები მარიამ, ბევრი ისეთი ბალახია, რომელიც ბრონხიტების დროსაც გამოიყენება, ამოსახველებელია, ნახველის გამათხელებელია, ასე გამწმენდია ლიმფის. აი ესეთი ის უნდა გააკეთოთ ხოლმე და რაც შეეხება იმ თვალიდან გამონადენს, კიდე ვიღაცამ დაწერა, ხო იქ ხშირად აქვს. ესეთი მე ვიყავი, კი, ძალიან დიდი მადლობა. ცხვირიდან გამონადენი შესაძლებელია იყოს. ხო, ეგეთ ცხვირიდან ხშირი გამონადენიც ან არის ადენოიდების ბრალი, ან არის ისევ პარაზიტების ბრალი და თვალიდან გამონადენი იცოდეთ რომ უხშირესად ხდება თუ არ არის საცრემლე ჯირკვალი დახშული და ამ დროს შეიძლება არის და ამიტომ გადადის. და გადმოდის იქ ჩაკეტილი, მაგრამ ეს არის მუდმივი და სულ ხანგრძლივად და ქრონიკულად მიდის ეგ პროცესი, მაგრამ თუ პერიოდულად ხდება, ეს უეჭველი არის პარაზიტების ბრალი და აქ უეჭველი ჩართულია ნაღლის ბუშტიც. იქ არის ან ლამიოზი, ან მივხვდით ალბათონოლია რაღაც ყურადღება დაეფანტა. ბაჭანტიპარაზიტი აქვს მათემენა ზოგჯერ თვალიდან და მაინტერესებს. ბელა, რადგან ბავშვს ეხება თან საკუთარ შვილს, პირველ რიგში მოდით ჩავიწეროთ ალერგიების საწინააღმდეგო ნაკრები. უღრმესი მადლობა. ყველით მიდის განსაკუთრებით. ხო, ისა თავიდან რომ გეკითხებოდით ალერგენებზე გყავთ მეთქი ბავშვი გამოკვლეული იქნებ უკვე იცით რა ზიარებს ბავშვს. არ არის, გამოკვლეული არ არის და ისა სეზონურია ეს ალერგია, ხველება
ყვავილობის დროს ეწყება რა აი მე ვფიქრობ როგორც კი ეზოში თქვენ ესა ქალბატონოლია რაც ჩამოთვალეთ სახლში ყველაფერს ვერიდებით და მადლობა უფრო სიგარეტს არავინ არ ეწევა სახლში მსგავს ვერიდებით სუნამოებს და ასე შემდეგ აი უფრო მეტად ეზოში რო გადის აი მაშინ ეწება და ვფიქრობ რაღაცა მცენარეზე მცენარეა დიახ თქვენ ეზოში რა მცენარეებია თქვენ რა მცენარეები გაქვთ ეზოში იცით ისა მე კორპუსში ვცხოვრობ მაგრამ ეს არის პარკში ნაძვები და სხვადასხვა ხი არის ახლა როგორც პარკებში ალერგია დიახ რა თქმა უნდა სხვადასხვა ხი არის დარგული პარკებში ხა როგორც გავენ და არ ვიცი რომელზე ვერ ხვდები თქვენ და აი როგორც კი გავა ეზოში ემართება ალერგია დავაკვირდი და პერიოდულად დიახ პერიოდულად თან ნუ განსაკუთრებით გაზაფხულზე როცა აყვავილდება ვთქვათ შეიძლება ჩადარდეს ამ პერიოდშიც მკურნალობდით და ბოლომდე მაინც არა ეს ლეპაკი მომდომის სწორად ვამბობ კი ლეპაკს მე ღამე და მაინც დიდად ეფექტი არ აქვს ამ წამალს რაშია საქმე ალერგენი ანუ გამაღიზიანებელი თუ მოვაშორებთ ალერგენს ალერგიაც არ დაემართება ხო ეს სუფთა ისეთი ლოგიკური არის ეხლა რა მაინტერესებს ათექლა თქვენ ტიტოვანები შეამჩნიეთ მაგაზე ალერგია არავის არ აქვს და საინტერესოა ტიტოვანებზე ალერგია არ არსებობს იცით რა პრობლემაა დიდი ბოდიში სტადიონზე ბალახი რაც არის დაგებული ხელოვნური შეიძლება ვფიქრობ ამის ბრალიც იყოს ხელოვნური სტადიონზე პლასმასის ბალახზე ლაპარაკობთ კი რასაც აგებენ ახლა ზუსტად არ ვიცი რა ვერზე შეიძლება ხოლმე ვერიდება იმაში ხო ვერზე უფრო ეხლა ეგაბა ხელოვნურ ბალახზე ალერგია რა ვიცი რამდენად მაგრამ ტვერზე ალერგია არსებობს ვინას უფთავებს მარიამ იმას ხელოვნურ დაგებულს არავინ არას უფთავებს ამ მიღებენ მსხვილ ნაგავს მაგრამ ტვერს ვინ აიღებს იქიდან არავინ წვიმა ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება მაბადი ხმისთვის ბავშვი მარილის ოთახში შევყევი და მე მგონი ალერგია არსებობს მაგაზე რაზე მარილის ოთახები რო არის სად იყავით ეგრე ანუ სპეციალურად მოლში არის მოწყობილი სათამაშო სივრცე და ეგ დაყავთ სპეციალურად ბავშვები და მაგაზე თუ არსებობს ალერგია იმიტომ რომ მე მგონი ალერგია მოცა და თქვენ რა შეამჩნიეთ ბავშვი ცუდად ხდება არა ბავშვი არა მე შევყევი სანამ ის თამაშობდა და მე ჯერ ფხაჭნა დამეწყო ხელში და მე სულ დავკარგე ხმა აგერ მესამე დღეა აი ეხლაც ხო ხმა ისაკრავთ ხო ტემპერატურაც ხომ არ არის არაფერი არა სხვა არაფერი საერთოდ ხო რა ვიცი ახლა შეიძლება ზედმეტი ხო გეუბნებით წამალით შხამია ის მარილის ოთახი ალბათ ზედმეტი ან რა ვიცი აორთქლება ამ დროს არ ხდება შეიძლება ინდივიდუალურად ჩართული და იმისი აირები მოხვდათ თქვა ყელში იმიტომ რომ ის მარილის გემო მთელი დღე მქონდა მერე აჰა არის მაინც ესე იგი ალერგია მოცა სავარაუდოდ კი შეიძლება კი მადლობა მოგლეთ ალერგიების საწინააღმდეგო რომელიც ხველებით იგივე ახლა ლარინგიტი გაქვთ იოგებიც გაგიღიზიანდათ იგივე მარილის გემო ბავშვს მაინც ნუ გარისკავთ და ნუ წაიყვანთ მაგ ადგილას მოდით ახლა ჩავიწეროთ პირველ რიგში ანტიალერგიული თვისებებით გამოირჩევა ძირტკბილა და რატომ ესე იგი აქტიურებს თირკმელზე და ჯირკვლის
ჯირკვალს საერთოდ და იმ რომელი მცენარე განეთხარ ბატონო მარია? ბატონო მცენარის სახელი ვერ მცენარე რა თქვი? ძირტკბილა სალოტკევი კორინ გლიცირიზა გლაბრა ესე იგი ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიალერგიული მცენარე არის ეს და არაპირდაპირად მოქმედებს აი ახლა ლიამაც ახსენა რომ ჰორმონების ხმარებამდე მივდივართ როცა მძიმე ალერგიული შეტევებია და სხვა არაფერი ანტიჰისტამინური არ შველის მერე იძულებული არიან ან პრედნიზოლოზე გადაიყვანონ ან დექსამეტაზონზე აი ძირტკბილა აქტიურებს თირკმელზე და ჯირკვალს სადაც ეს ჰორმონები გამომშავდება თან ახლა დოზებიც რომ განსაზღვრულია ზედმეტი არ იქნება საერთოდ ბავშვის ორგანიზმს განსაკუთრებით უკვე ვახსენე ერთხელ თვითრეგულაციის უნარი აქვს აი რამდენიც დაჭირდება იმდენს მოიხმარს რამდენის გააქტიურებას დაჭირდება იმდენად გააქტიურდება ასევე ანტიალერგიულია ოღონდ გარეგანად ხმარობდით ორკბილას ეს არის ჩერედა პატარა ბავშვებს აბანავებდით ამ ჩერედაში თუ გახსოვთ მერე ასეთივე საჭირო ბალახია შვიდა ეს ჩერედა გარეგანის საშუალება არის თუ ის დასალებასაც შეიძლება არა მე რა გავიხსენე რომ თქვენ უფრო მეტად იყენებდით როგორც გარეგანს არ არსებობს ახლა ყველა პედიატრი ლიან შენც მათ შორის ნიშნავდი ჩერედას ნიშნავდი გვირილას და პიტნა ქალბატონო მარიამ ალერგიული რინიტის დროს აი ცხვირში ჩასაწვეთებლად თუ გვაქვს ეგეთი რამე ძალიან ხშირად მაწუხებს ეგ პრობლემა კი გასავლით მაგასაც მოდით რა ეს ჯერ გავიწეროთ გამოსარიცხარ შვიტა